لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم والذين إذا فعلوا فاحشة أو ظلموا أنفسهم ذكروا الله فاستغفروا لذنوبهم ومن يغفر الذنوب إلا الله ولم يصروا على ما فعلوا وهم يعلمون صدق الله العظيم وقال النبي صلى الله عليه وسلم كل بني آدم خطاء وخير الخطائين التوابون صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ერთხელ ჩვენი საყვარელი შუამავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი სიკვდილის სარეცელზე ყოფ ახალგაზრდას ესტუმრა და შემდეგ იკითხა كيف تجد როგორ გძნობ თავს მან ახალგაზრდამ შემდეგნაირად უპასუხა ო ალლაჰის შუამავალო ჩემი ღმერთის მოწყალების იმედი მაქვს მაგრამ ჩემი ცოდვების მეშინია ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამმა შემდეგი ბრძანა إذا اجتمع في قلب عبد في مثل هذه الموطن أعطاه الله ما يرجو وآمنه مما يخاف როდესაც მონამსახურის გულში ერთად შეიკრიბება იმედი და შიში ალლაჰი მას მისცემს იმას რასაც იმედოვნებს და დაიცავს იმისგან რისიც ეშინია ძვირფასო მორწმუნეებო ადამიანებს ხშირად გვავიწყდება დავსვდებით ხანდახან ზღვარს და უშვებთ შეცდომებს ზოგჯერ ღვთისმბრძანებებისა და აკრძალვების შესრულებაში დაუდევრობას ვიჩენთ ზოგჯერ კი ადამიანის და საზოგადოების უფლებებს ვლახავთ თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ცოდვა არ უნდა ჩაითვალოს უმნიშვნელოდ არ უნდა იამაყოს ადამიანმა თავისი ჩადენილი ცოდვით და ჰარამით არ უნდა მიიჩნიოს ცოდვა და შეცოდება ბუნებრივ მოვლენად და მისაღებად უზენაესი გამჩენი ზემოთ წაკითხულ აიათ კერიმეში ღვთისმოშიშ მორწმუნეთა თვისებებს შემდეგნაირად გვამცნობს და ისინი როცა რაიმე სიბილწეს სიავეს ჩაიდენენ ან საკუთარ თავს ავნებენ ალლაჰს იხსენებენ და მაშინვე თავიანთი ცოდვების მიტევებას ითხოვენ და ვინ აპატიებს ცოდვებს ალლაჰის გარდა და ისინი შეგნებულად არ აგრძელებენ იმას რაც ჩაიდინეს ძვირფასო მუსლიმებო დრო სწრაფად მიედინება ჩვენი სიცოცხლის კაპიტალი ყოველდღიურად იწურება ყოველი დღე გვავახლოებს ახირეთს ანუ მარადიულ სამყოფელს ფრთხილად ვიყოთ ამ მოკლე სიცოცხლის შედეგი შეიძლება იყოს ან მარადიული ბედნიერება ან კი უდიდესი დანაკარგი ჩვენთვის ყველაზე დიდი მოგებაა შევასრულოთ ის საქმეები რომლებითაც ჩვენი გამჩენი კმაყოფილი იქნება შევიმოსოთ ჩვენი შუამავლის სალალაჰუ ალეიჰი ვასალამის მაღალი ზნეობით სიკეთე ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ და ყოველგვარ ბოროტებას განვერიდოთ ხოლო ყველაზე დიდი ზიანი ზარალი კი ის არის რომ ვიფიქროთ ღმერთი ჩემი ყოვლად მიმტევებელი ყოვლად მწყალობელია და მაპატიებს შემდგომისა მოვინანიებ ცოდვებში ჩავიძიროთ და მონანიების კარის გაღება დაგვავიწყდეს ჩვენი საყვარელი შუამავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი ხადის შერიფში შემდეგს ბრძანებს ყველა ადამიანი შეცდომას უშვებს ხოლო შეცდომის დამშვებთაგან ანუ ცოდვის ჩამდენთაგან საუკეთესო ის არის ვინც მონანიებას მიმართავს ძვირფასო მორწმუნეო მოდით გადავხედოთ ჩვენ შეცდომებს და ჩადენილი ცოდვები მოვინანიოთ მოვერიდოთ
ყოველგვარ გამჩენი ალლაჰის მიერ აკრძალულად დადგენილს, რომელიც ჩვენს სულს სიმშვიდეს ართმევს, ოჯახს უბედურს ხდის და ჩვენს საქმეებსა და ვაჭრობას ბარაქას უკარგავს. თუ ჩვენი სისუსტეების გამო კვლავ ცოდვაში ჩავვარდებით, მაშინ უზენაესი ალლაჰის მიტევებასა და წყალობას შევაფაროთ თავი. არ დაგვავიწყდეს ცოდვა გულზე დარჩენილ ლაქას გავს. თუ ეს ლაქა უმნიშვნელოდ ჩავთვალეთ და გავაგრძელეთ, თანდათან გაიზრდება და ის გულს ჟანგს მოსდევს. ხოლო როცა გული დაბნელდება, გული გაშავდება, გონება ვეღარ წვდება ჭეშმარიტებას, თვალი ვეღარ ხედავს სიმართლეს, ყური ვეღარ ისმენს სიკეთეს, ენა კი ვეღარ ამბობს სიმართლეს. ამასთან დაკავშირებით მოდით გამჩენი ალლაჰის აიათს დავუგდოთ ყური ასტაღფირულlah. قل يا عبادي الذين أسرفوا على أنفسهم لا تقنطوا من رحمة الله إن الله يغفر الذنوب جميعا إنه هو الغفور الرحيم. أي თქვი მონამსახურნო ჩემო, რომელთაც ზღვარს გადახვედით საკუთარი ცავის საზიანოდ, არ მოიწყვიტოთ იმედი გამჩენის წყალობისგან. უეჭველად ალლაჰი მიუტევებს ცოდვებს სრულად, რადგან იგი შემდობია წყალობელია. ألا إن أحسن الكلام وأبلع النظام كلام الله الملك العزيز العلام كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون. بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام.